განვაგრძობთ მაუწყებლობას პირდაპირ ეთერში შემოგერთეთ გადაცემა სტუდია ნომერი 8, რომელსაც პარასკევობით მე ჟურნალისტი ლიზა კვასალოვა ვუძღვები. ჩვენ მაყურებელსა და რადიო მსმენელს გეტყვით, რომ ამ გადაცემაში ვსაუბრობთ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ მდგომარეობაზე, პოლიტიკურ დღის წესრიგზე და მოცემულობაზე, რაც აქტიურად განიხილება მთელი კვირის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში და ბუნებრივია პარასკევია და ამ კვირის განმავლობაში აქტუალურ საკითხებს შევაჯამებთ. გადაცემის ამ ნაწილში კი დავით ლორთქიფანიძე, ქართული ოცნების ერთ-ერთი დამფუძნებელი და მერვე მოწვევის პარლამენტარი გვყავს სტუმრად. მოგესალმებით ბატონ დავით. პირველ რიგში მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და არ შემიძლია საუბარი არ დავიწყო ყველაზე ბოლოდროინდელი მაინც აქტუალური საკითხი არის რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო 324 ხმით ესახება მედიის თავისუფლების ნაწილს, მზია აღმაღლობელის თემას და მოვისმინეთ საკმაოდ კრიტიკული შეფასებები, როგორც თქვენ ქართული ოცნების ერთ-ერთი ასე ვთქვათ წევრი, მაინც გასაგებია ყველა. თქვენი მხრიდან საინტერესოა ამ კრიტიკას როგორ პასუხობთ. მოგესალმებით მაყურებელს, მსმენელს, მადლობა მოწვევისათვის. როგორც თქვენ პირდაპირ შევიდეთ ბრძოლაში, ასე ვთქვათ. იცით რა არის თვითონ ეს რეზოლუციები, რომელსაც ეს ევროპელი დეპუტატები, ანუ ევროპარლამენტი ღებულობს, მე მგონია რომ თვითონვე უკარგავენ ამას ფასს, იმიტომ რომ ეს არ არის პირველი რეზოლუცია, ეს არის უკვე მე რამდენიმე რეზოლუცია, რომელშიც ასე ვთქვათ, მე მგონია რომ რაღაცის გამო ნებსით უნებლიეთ ახვედრებენ ხოლმე მიხეილ სააკაშვილის ადამიანებს, რომლებიც არიან დაპატიმრებული და ამბობენ, რომ ეს ადამიანები უნდა გაანთავისუფლოთ საპატიმრო ადგილებიდან, რაც ჩემის აზრით, არა მარტო ჩემის აზრით, აშკარად ეწინააღმდეგება ევროპული დემოკრატიისა და ევროპული განვითარების იოტისოდენა, ასე ვთქვათ, რეალობას. იმიტომ რომ კანონი არის კანონი, თუ არის ადამიანი დამნაშავე და მით უფრო თუ სასამართლო მიუსაჯა, არავის არ აქვს უფლება რომ მან, ასე ვთქვათ, მით უფრო რეზოლუციის დონეზე ეს მითითებები მისცეს სხვა სახელმწიფოს. აქვე გეტყვით რომ გასაგებია რომ 324-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, მაგრამ აქვე ჩვენი საზოგადოების გასაგონად უნდა ვთქვა რომ ეს ევროპარლამენტი 324 დეპუტატიდან არ არის შემდგარი. ევროპარლამენტი იყო აქამდე 705 დეპუტატი, დღეს არის 720, ასე ვთქვათ, დეპუტატი, რომლებიც პირდაპირ არჩევის წესით ირჩევიან, ასე ვთქვათ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ხო ხედავთ 720-დან 324-მა დაუჭირა მხარი. გასაგებია, ეხლა საპარლამენტო ცხოვრებას თავისი, ასე ვთქვათ, რეგლამენტი აქვს და ეს უმრავლესობის მიერ არის მხარდაჭერილი, იქ 25-მა წინააღმდეგ მიცამხოთ 87 თავი შეიკავა. ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მაგრამ აქ თავარი მაინც გაბატონო ლიზა ამოსავალი არის ის, რომ ევროპარლამენტში მართველი ძალა, პოლიტიკური ძალა არის ევროპის სახალხო პარტია, რომელიც არის ნაციონალური მოძრაობის დედა პარტია, მამა პარტია, თუ რა ვიცი, რაც გინდათ ის დაარქვათ რა. ამიტომ მათი პოლიტიკური ინტერესები, ევროპარლამენტი ხო პოლიტიკური ორგანოა, ხო? ამიტომ მათი პოლიტიკური ინტერესები აბსოლუტურად გასაგებია. მე მესმის მათ ინტერესი აქვს აქ რომ მათი მხარდაჭერილი ნაციონალური მოძრაობა, ნაციონალური მოძრაობიდან გაუყოფელი ოღონდ განუყოფელი ნაწილები ოპოზიციური სპექტრის, რომელსაც წარმოადგენენ დღეს სხვა პარტიები არ მინდეხებათ ჩამოთვლა რეკლამაში ჩაეთვლებათ ალბათ, ცდილობენ რომ ისინი მოაბრუნონ ხელისუფლებაში და ამ ხელისუფლებაში კიდე პოლიტიკური ძალის მომბრუნებელი თუ დამტოვებელი მადლობა უფარს არის რომ არის ქართველი ხალხი. ჩვენს ქვეყანაში ეგრეა ყოველ შემთხვევაში და მე მგონია რომ კიდე მოუწევთ მინიმუმ რამოდენიმე არჩევნებზე ლოდინი რომ აი ეს რეზოლუციები მიიღონ, მე მითითებები მოგცენ და კითხვას დაგისვათ თუ შეიძლება ამ თემასთან დაკავშირებით კითხვები დამუშავდა მე გიბასო. უბრალოდ ეს თემა რომ ამოვწუროთ, მზია აღმაღლობელი. ეს თემა ვერ ამოიწურება, გასაგებია, თუმცა რაღაც კითხვები გამიჩნდა თქვენი პასუხიდან გამომდინარე. მზია აღმაღლობელის დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვეს ამ რეზოლუციის თანახმად და თქვენ ბრძანებთ იმას, რომ ეს გადაწყვეტილება მზია აღმაღლობელთან დაკავშირებით გამოიტანეს სასამართლომ, ხო?
და ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელსაც წინ ვერ აღუდგება ვერავინ, იმიტომ რომ ეს სასამართლომ გამოიტანა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ზია ამაღლობელი სილის გაწვნისთვის, პოლიციელზე სილის გაწვნისთვის, რაც მე ვფიქრობ, რომ მიუღებელია პოლიციელზე სილის გაწვა და გეთანხმებით ამ ყველაფერში. ზოგადად არანაირ ძალადობას არ ვემხრობი. თქვენაირი საღამოაზროვნე ადამიანი ყველა დაგვეთანხმება ამაში. კი, მე მესმის რომ უნდა გასამართლდეს ასეთ დროს ადამიანი. ჩვენ ვართ უმრავლესობა. კი, აი ბატონ დავით. კითხვა რა შემდგომარეობს, გეტყვით ახლავე. რამდენად სწორია მორალურად, სამართლებრივად, არ ვიცი, იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც იმ დღეებში აქციებზე დააზარალებულად ითვლებიან, რომლებსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ გადაცდომები ძალიან ბევრი იყო ხომ იმ პერიოდში და არ არის არც ერთი პოლიციელის საწინააღმდეგოდ არც ბრალი წაყელებული, არც ციხეში ჩაუსვიეთ, არც გამოძიება, ასე ვთქვათ, არ მიმდინარეობს და სამწუხაროდ ასეთი ფაქტები არ გვახსენდება ჩვენ და მზია ამაღლობელი სილის გაწნისთვის ვხედავთ ხო რომ ხელა სასჯელს ვთქვათ მოიხდის ალბათ ან ელოდება არ ვიცით საბოლოო ჯამში როგორ იქნება ამ თემის გაგრძელება არ შინაარსი ასე ვთქვათ წამს იმესმის ამ კითხვის უბრალოდ ლოგიკურია ასეთი კითხვა მიჩნდება ძალიან ლოგიკურად აზროვნებთ და ბუნებრივია ეს კითხვა გიჩნდებათ ეს კითხვა ყველას გაუჩნდება მაგრამ შეხედეთ საქმე რაშია იმას ვერ ამბობს რომ ფიზიკურად პოლიციის უფროს ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა მუნდირს შეეხენ ანუ სახელმწიფოს შეეხეს იგივე პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს როცა იცავს ის და თავის უფლებამოსილების ასე ვთქვათ აღსრულების მომენტში არის კალბატონი შეეხო ფიზიკურად და სასამართლო მიიღო ეს გადაწყვეტილება ვიცით რა პირველი ინსტანციის სასამართლო თუ არ მთავრდება ყველაფერი არის მეორე ინსტანციის სასამართლო არის მესამე ინსტანციის სასამართლო არის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლო შეხედეთ როგორ არის ეს ყველაფერი აკინძული მე კიდე ერთხელ ვამბობ რა არავინ არ მინდა რომ საბატიმრო ადგილში იყოს ღმერთმა დაიფაროს განსაკუთრებით მანდილოსანი მაგრამ მე ასე ვთქვათ მივყვები ქრონოლოგიურად კანონმდებლობას ხო როგორც არის ეს რომ არ იყოს ასე ხო მაშინ არ იარსებებდა რომ საქართველოში კანონმდებლობა თუ ასე ვთქვათ სასამართლომ არ მიიღო ის გადაწყვეტილება რომელიც შენ ჩათვლი რომ შენი უფლებები დაირღვა შენი მოქალაქის ასე ვთქვათ უფლებების უგულება ყოფა ხო და სამართლიანი სასამართლოს უფლება ვერ გამოიყენა და ასე შემდეგ ამისთვის არსებობს სტრასბურგის სასამართლო და აი ამას უნდა არ მინდა თქვა სიტყვა მივეჩვიოთ მაგრამ ალბათ აქეთკენ უნდა იყოს მიმართული მისი თანამებრძოლების პოზიცია რომ რაც შეიძლება მალე გაიაროს ყველა ინსტანციამ და სტრასბურგის სასამართლომ განიხილოს და ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს სტრასბურგის სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული მოგეხსენებათ წინა რეჟიმის დროს ათასობით საქმეები იგზავნებოდა სტრასბურგში დღეს არის უკვე დაახლოებით 8%-მდე არის ჩამოსული სასამართლოში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა მაქსიმალურად არის შემცირებული იმიტომ რომ ადამიანები არ თვლიან საჭიროდ რომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ ნუ ეს არის მოცემულობა ეხლა რაც შეეხება იმას რომ ადამიანები არიან დაპატიმრებული მათ უწოდებენ სინდის პატიმრეს მე სიმართლე გითხრათ მე მგონია რომ ის ადამიანები არიან ძალიან ღრმად შემცდარები იმიტომ რომ მათ უკან იდგნენ ეგრეთ წოდებული მაღალი დონის პოლიტიკოსები როგორნიათ თავისთავად ფიგურებად რომ მიაჩნიათ თავი რომლებიც ამ ახალგაზრდებს იყენებდნენ ბრმაიარაღად მე ყველაზე არ მაქვს საუბარი რა თქმა უნდა მაგრამ უმეტესობას დარწმუნებული ვარ ამაში და ეს ადამიანები მაპატიეთ და შეატოვეს იმ ბრძოლაში რასაც ქვია ასე ვთქვათ რაღაცისთვის იდეალისტვის ბრძოლა რაც დაუსახეს მათ რა მიიყვანეს იმ მდგომარეობამდე რომ ამ ადამიანებმა ბოლოს და ბოლოს მოლოტოვის კოქტეილები ისრულეს ეხლა ვის და ჩვენ ის თაობა ვართ ხო წინა საუკუნის 80-იანი წლებიდან რომ დაიწყო აქციები რუსთაველზე აქცია არ გამოგვიტოვებია და მაპატიეთ და ასე ვთქვათ სახლივით არის ეს რუსთაველის ასფალტი ჩვენთვის რა ხო და აზრად არ მოგცვლია მაშინ საბჭოთა პოლიციისთვისაც კი რაღაცა ასე ვთქვათ ზიანი მიგვეყენებია რა ფიზიკურ შეურაცხყოფაზე ხო საუბარი წარმოუდგენელი იყო და ის რომ ახლა მოლოტოვის კოქტეილი გესროლა პოლიციელისთვის და ნუ ეს და აგერ სულ ახლა ნაციონალური რეჟიმის დროს 2007
7 წლიდან როდესაც დაიწყო აქტიური ანტისახელისუფლებო აქციები, ხო? აი თქვენ გახსოვთ, ყველას ახსოვს, ხო? რა დღეში აგდებდა ხელისუფლება მომიტინგეებს, მაგრამ მაშინაც კი ერთი ფაქტი რომ მქონდეთ მათ, რომ რაღაცა მინა ჩაამტრიეს, ხესტოტი მოტეხეს, მოლოტოვის კოქტეილზე აღარ არის საუბარი და რაღაცა, ხო? წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა ამას, როდესაც აბსოლუტურად მშვიდობიანი აქციის ადამიანებს ამტრევდნენ, ამსხევდნენ ძვლებში და ბოლოს რამოდენიმე შემოაკვდათ და მაღაზიის თავებზე შემოაწყვეს. კვინტრაძე და ასათიანი და ასე შემდეგ. გეთანხმებით, სისასტიკე განსაკუთრებულად მძიმე იყო მაშინ და ეს ყველაფერი ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს. თუმცა მე ამ ნაწილში არ გეთანხმებით, რომ დღესაც ვხედავთ არიან ისეთი ადამიანები, თუნდაც შეიძლება ესენი ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი მაშინდელი, ვთქვათ, ჯალათი შეიძლება არსებობდეს დღეს მათ რიგებში და დღესაც იყვნენ ხომ ამ სივრცეში დარჩენილები. თუმცა იმაში არ გეთანხმებით, რომ რატომღაც რას გულისხმობთ? მე გულისხმობ გადაცდომას, არა, გადაცდომას გულისხმობ ადამიანები, მაგრამ რაღაც საკუთარ ძალაუფლებას გადააჭარბეს და ადამიანებს, არ ვიცი, სისხლები სდიოდათ, პირდაპირ ვუყურებდით ჩვენ ამ კადრებს და ვიცით ეს ყველაფერი, ხომ? მე ამაში არ ვეთანხმები ხელისუფლებას სახელმწიფოსთვის, ისევე როგორც ვთქვათ, მუნდირი, როგორც თქვენ ბრძანეთ, არის მთავარი და მნიშვნელოვანი, უნდა იყოს ადამიანები, მთავარი და მნიშვნელოვანი და ის ადამიანები, მათი ინტერესი უნდა იყოს, რომ დღეს გამოავლინონ და სათანადოდ დასაჯონ. თქვენ თუ გონიათ ეხლა რომ მე მაგას შეგეწინააღმდეგებით, დარწმუნებული ვარ ხა, მაგას რო ფიქრობდეთ, ალბათ არ მომიწევდით. მე ვიზიარებ ამ პოზიციას, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვალდებული არის ყველა ის დამნაშავე, რომელმაც გადაამეტა უფლებამოსილებას, ის ადამიანები უნდა იყვნენ, ასე თქვათ, გამოკითხული, უნდა იყოს გამოვლენილი პირველ რიგში და ასე შემდეგ. მაგისთვის არსებობს პოლიციაში გენერალური ინსპექცია, სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტი არსებობს და მთელი ინსტიტუციები არის და ის მაბატი და გენიოს პოლიტიკოსებად და იურისტები ხო რა ვიცი, იმას იქეთ მე მგონი აღარ არის ამ სოფლიო დონის იურისტები, როგორც წარმოაჩენენ ოპოზიციის ლიდერები, ხა მაგათ გვარებიც არ მინდა ვთქვა რა, წარმოაჩენენ თავს აი ამ ნაწილში რომ დაუდგნენ ამ ახალგაზრდებს გვერდით და აი ამ მიმართულებით წაიყვანონ, მაგრამ ეს არ აწყობთ მათ რა, იმიტომ რომ ეს გამოიწვევს სიტუაციის დამშვიდებას და მაშინ ყოველ საღამოს სადღაც 50-100 თუნდაც 500 ადამიანის, ასე ვთქვათ, შეკრების ალბათობა მნიშვნელოვნად შემცირდება. გამიგეთ? სამართლებრივ ჭრილში არ უნდათ რომ გადაიყვანონ, მაპატიეთ და აკეზებენ ამ ახალგაზრდებს და ყოველ დღე ყვებავენ რაღაც იმედებით. ეხლა ხალხი დაჭერილი არიან, იძახიან რომ აი ჩვენ დაგვაპატიმრებენ, დარწმუნებული ვართ, მაგრამ ეს ხელისუფლება ჩამოშლილია და მე მჯერა რომ ჩვენ ამ ხელისუფლებას შევცვლი და გარეთ ახალ ვერ ცვლი და ახლა დაპატიმრებული როგორ შეცვლი ახლა ხელისუფლებას, როდესაც ხელმოსაგდი რეალურად არაფერი არ აქვს, მაგრამ ნუ ესე ეუბნებიან ამ ახალგაზრდებს, ეს ახალგაზრდებიც კიდე ხო იცით ახლა ყველა ვიყავით ახალგაზრდას, სისხლი უდუხს, ქართველი არის, სამხრეთელია, ემოციურია, რაღაცა არის და რა თქმა უნდა არ მოსწონს რა რომ მის მეგობარს, მის თანატოლს, ასე ვთქვათ, ვიღაცამ შეურაცხყოფა მიაყენა დაუმსახურებელ თუ დამსახურებელ, მას მნიშვნელობა არ აქვს. რა თქმა უნდა რეაქცია აქვს და აი ეს არის ყველაფერი. ამიტომ ბატონ დავით, ხომ არ მოდის პრობლემა იქიდან, რომ ქართული ოცნება არ ცდილობს ამ ადამიანებთან საერთო ენის გამონახვას, იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ შედეგი გვაქვს ესეთი, ყავს ერთპარტიული პარლამენტი, სიღრმეებში რომ არ შევიდეთ და ზედაპირულად გავიაროთ, შედეგი გვაქვს ის, რომ არჩევნების შემდეგ ადამიანები დღესაც გამოდიან ქუჩაში და ყოველდღიურ რეჟიმში აპროტესტებენ იმ მოცემულობაც, რაც ჩვენს ქვეყანაშია. გვაქვს ესეთი, რომ ყავს ძალიან ბევრი დაპატიმრებული და ძალიან მტკივა გული, თუმცა არიან ახალგაზრდები, საკმაოდ 21 წლის ახალგაზრდები 5 წლის ციხეში არ უნდა მიდიოდნენ. აი ამ მოცემულობიდან გამომდინარე, მე ძალიან გული მტკივა, ნუ მესმის სამართლიანობის საკითხში თქვენ რაზეც საუბრობთ, თუმცა ალბათ ორივე მხარიდან არის შეცდომები დაშვებული, ხომ? რა შეიძლება სახელმწიფომ პასუხისმგებლიან ხელისუფლებამ გააკეთოს იმისთვის, რომ ეს პროცესები შეჩერდეს? ნახეთ, ქაბატონიზა. პრემიერ-მინისტრ დღევანდელ პრემიერ-მინისტრს, რომელიც მანამდე იყო, ასე ვთქვათ, მომქმედი პოლიტიკური ძალის თავმჯდომარე, მერე სხვა იყო თავმჯდომარე, ხა პრემიერ-მინისტრია, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელია. მან არაერთხელ გააკეთა განცხადება და მოუწოდა ოპოზიციას ნებისმიერი სახის ფორმატი შეარჩიეთ, თქვენი წარმომადგენლები მობრძანდით, დავჯდეთ ვისაუბროთ ნებისმიერ საკითხზე, მაგრამ ეს არაერთხელ გააკეთა ბატონო კობახიძემ
და არაკეთებენ ამას, ხო ხედავთ რა? იმიტომ რომ დაუკვირდით საქმე რაშია, იმიტაციასაც კი არაკეთებენ, რომ ვითომ შეიკრიბნენ, რომ მივიდნენ და იქ რაღაცა ხო ახიბდნენ და წამოვიდნენ. ამასაც არ შვებიან, იმიტომ რომ სალაპარაკო არაფერი არ აქვთ რა. ამიტომ ფიქრობენ რომ ჯობია, ასე თქვა, ეს სტატუსკო შევინარჩუნოთ, გარედან მუშტები უქნიოთ და უღიროთ და რა ვიცი, აბა რაღაცა გამოჩნდება რა. აი ეს რაღაცა არის, ის რასაც ეუბნებიან ეხლა თავისუფლების აღკვეთის ადგილში რო არიან მათი ლიდერები, რომ ჩვენ კი ვართ დაბატიმრებული, სხვები იძახიან რომ ჩვენ არა ვართ დაბატიმრებული, მაგრამ ზადავად დაგვიჭირონ, მაგრამ ჩვენ მაინც ჩამოშლით ხელისუფლებას. აი ასე კვებავენ ამ ახალგაზრდებს, მაგრამ იმ ნაწილში რომ ხელისუფლებამ უნდა დაელაპარაკოს, რა თქმა უნდა, ორიაზე არ არსებობს ხელისუფლებას, ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, ქვეყანაში პასუხისმგებელი არის ყველაფერზე. ქვეყანაში წესრიგზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება და იმიტომ არის ხელისუფლება, რომ მას საზოგადოება მისცა დობის ვოტუმი, მისცა მანდატი და უთხრა რომ კეთილინებე, დამნაშავე დასაჯე, კარგი ადამიანი წაახალისე, სიმშვიდე შევინარჩუნე, ომი ნუ იქნება ქვეყანაში, ბომბები ნუ დამაცვია თავზე, დამაძინე, გამაღვიძე დილით და მომეცი ასე ვთქვათ საშუალება რომ ვიარსებო რა. აი ამისთვის არის ხელისუფლება და რა ვიცი ხა და ოპოზიციის თავარი მიზანი ის კი არ უნდა იყოს რომ ქვეყანა აურიოს და ის რა ქვია მაბატე და მეორე ფრონტი თუ მესამე ფრონტი გაახსნევინოს და ხელისუფლება ამისთვის აკრიტიკოს თვეების განმავლობაში და მე რო არაფერი გამოვა ხელი ჩაიქნიოს და რაღაცა შეცვალოს მე ასე თქვა დღის წესრიგი რა. ამიტომ ხელისუფლება ვალდებულია ქვეყანაში კონდეს მდგომარეობა ის როგორც უნდა კონდეს სტაბილური მდგომარეობა და ოპოზიცია კიდე არ უნდა აძლევდეს მოდუნების საშუალებას. დანაშაულზე ხმა უნდა აიღოს, ამოიღოს და მივიდეს და ელაპარაკოს რა. პირდა ეხლა 21 საუკუნეა კაცო, ის ხო არ არის რაღაცა ფარდარო იყო ჩამოფარებული და ვერ გებულობდი რა ხდებოდა კაბინეტს იქეთ ხო? 21 საუკუნეა პირდაპირ ეთერის საშუალება მიდი და ხელისუფლებასთან პრემიერთან არ მიდიხარ, პარლამენტის თავმჯდომარესთან მიდი, პარლამენტის თავმჯდომარესთან არ მიდიხარ, რა ვიცი, პრეზიდენტთან მიდი, ვიღაცასთან მიდი და ფორმატი რაღაცა წამოიწყე და დაანახე და ამ ფორმატს მე სხვებით შეუერთდებიან, ხო? ყველა მათ პოზიციას ხო ხედავთ აქციაზე, ყველა არ არის ოპოზიციის ფართოა საქართველოში ოპოზიციური სპექტრი. აი ამ პროცესში რაზეც თქვენ ამბობთ რომ ოპოზიციის სახე ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და ასე შემდეგ, ეს ოპოზიცია რო ყავს წარმოქმნილი ამაშიც სამწუხაროდ ხედავ ქართული ოცნების ბრალეულობას და ძალიან დიდ წვლილს თქვენ ვერ ხედავთ ამას, იმიტომ რომ ჩვენ თუ გადავხედავთ პოლიტიკურ ასე ვთქვათ სურათს, სამწუხაროდ იქ არ გვყავს ჩვენ არც ახალი სახეები, არც ჯანსაღი სახეები, არც ქვეყნის პატრიოტის სახეები. ყავს ისევ სულ ნაციონალური მოძრაობა, ლელო და მისი ასე ვთქვათ მასთან აფილირებული და დაკავშირებული პარტიები. სამწუხაროდ ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ვთქვათ გამოადგებოდა ჩვენს ქვეყანას, ისეთი სახეები, რომლებიც ვთქვათ არის საჭირო ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, კი არ ვთქვათ დაიყენა ქართულმა ოცნებამ გვერდში ამ წლების განმავლობაში. კი ბატონო, კი არ გააძლიერა და ხელი შეუწყო, არამედ პირიქით ხო გვერდზე გაწია. კი ბატონო, გასაგებია ხო და ანუ შეხედეთ როგორი მდგომარეობა ხელისუფლებას თავისი ამოცანა აქვს რომ ხელისუფლებაში როცა ხარ რომ ხელისუფლება შეინარჩუნო დამსახურებულად. ეხლა ხელისუფლებას ვერ მოვთხოვთ იმას, რომ იზრუნოს, რომ ოპოზიცია დააყენოს გზაზე და ფეხზე. ეხლა გზაზე და გზაზე და ფეხზე დაყენებული ოპოზიცია არის, ასე ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ქართულ მოსახლეობას გზაზე და ფეხზე დაყენებული ოპოზიცია არის რეალური საშიშროება, რომ ხელისუფლებიდან გაგიშოს და 2012 წლის მერე ხომ გახსოვთ ნაშაულობთ რომ მოძრაობის ლიდერები გარეთ ანგარიშ გასაწევი ოპოზიცია ხელისუფლების ბრალი არ არის. ბატონ დავით, გახსოვთ ხომ ეს პერიოდი, რომ ცხვირს ვერ ყოფდნენ გარეთ და არავის აღარ უნდოდა ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ხსენება და დღეს ეს ადამიანები პარლამენტში რო შესულიყვნენ, არ ვიცი, ძალიან დიდი ძალით იქნებოდნენ წარმოდგენილები. შეგახსენებთ რომ ისევ თავიანთი ინიციატივით და ბოიკოტის რეჟიმში არ შედიან. თქვენ ბრძანეთ და მე გადავედით სხვა თემაზე რა. ერთპარტიული პარლამენტი არ არის. მრავალპარტიული პარლამენტია, უბრალოდ აი ამ უკაცრავად და პოლიტიკოსებს ვერ დავარქმევ ახლა, იმიტომ რომ პოლიტიკოსის ადგილი არის პარლამენტში. პარლამენტი არის სათათბირო ადგილი, სადაც უნდა შენი სიტყვა თქვა. ამომრჩეველი რომ მოგცემს ხმას, უკუ რეაქცია უნდა კონდეს, რომ შემდგომ
გააპროტესტო რაღაცეები, შესთავაზო კარგი რამ პარლამენტის ტრიბუნიდან და ეხლა 6 ოპოზიციური პარტია მიიღო მანდატი და არ შედიან პარლამენტში და ახლა მაგისთვის არსებობს რეგლამენტით 3 თვე არ გამოცხადდება პლენარულ სტომებზე ექნება არასაპატიო მიზეზით გაცდენები და ჩაიხსნებიან იმიდან პარლამენტის წევრობა ჩამოერთვა, ხო? ზოგმა ბჭყალებში ჭკუა იხმარა და სიები ჩახსნეს, ზოგმა ბჭყალებში, ასე ვთქვათ, უფრო მეტი გამჭირახობა გამოიჩინეს და სია არ ჩახსნეს და პარლამენტში არ დადიან და შედეგი მაინც ერთ და იგივეა. ანუ თუ დაჭირდებათ იტყვიან, რომ ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვართ და რა მოყვება ამას ბოიკოტის რეჟიმში, ანუ არ გამოცხადდება რაღაც გავა ის სამთვიანი პერიოდი და ის შემდგომი დეპუტაცია, რომელიც არის ამ პირველში, ვისაც გაუუქმდება უფლებამოსილება, მათ აქვთ აბსოლუტური კანონიერი უფლება, რომ ამათ ნაცვლად შევიდნენ პარლამენტში. მიხვდით რა შეასაქმნა. ალბათ ისინიც აღარ შევლენ, არ ივლიან სტომებზე რაღაცა პერიოდ 3 თვის შემდგომ იმასაც ჩაუხსნიან. მე შემდეგი რამდენი ყავთ ახლა მაგათ მაშინ არ ვიცი პარლამენტში 10 კაცი თუ 12 კაცი, შემდეგი 10 თუ 12 შევა და ასე ამასობაში 4 წელიც გავა, აგერ მოვა ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ხომ ხედავთ თვითონ ვერ ყალიბდებიან რა უნდათ, ესე იგი რამე ერთ რაღაცას ლაპარაკობენ, გათენდება დილით სხვა პოზიციაზე არიან და რავი ხან იმას ამბობენ რომ საერთო სიაზე შევთანხმდეთ, ერთი მაგარი კანდიდატი შევარჩიოთ და შევიდეთ ამ არჩევნებში. მეორე დღეს ერთმანეთს მაპატიეთ და ამის გამო თვითმმართველობის არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა თქვენი შეფასებით. იცით რა არის? მე როგორც პოლიტიკოსი, ვისაც პოლიტიკასთან შეხება აქვს მას შემდეგ, რაც ვიღაცამ სიაში ჩაწერა, მნიშვნელობა არ აქვს ეს რომელ ასე ვთქვათ პოლიტიკურ გუნდში, ხო? იმ ადამიანებსგან განსხვავებით, როდესაც პოლიტიკის ადან ჰოემდე ყველაფერი გაქვს გავლილი, ჩემი განმოსახედიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის თვისობრივად სხვა არჩევნები, ვიდრე საპარლამენტო არჩევნები. უფრო მეცაც გეტყვი რა, არავითარი საერთო არ აქვს ერთმანეთთან. ამიტომ მე ვლაპარაკობ კლასიკური გაგებით, როგორ არ აქვს ახლა პოლიტიკური, ასე ვთქვათ, გუნდის და იმ გადმოსახედიდან. ამიტომ რა თქმა უნდა მიიღოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ისე რომ შეიძლება რომელიღაცა რაიონში მაპატიეთ და ისეთი მაგარი, მოდი უტრირებას გავაკეთე. შეიძლება ისეთი მაგარი თამადა ყავდეს ვიღაცა შენი მხარდამჭერი რომ რაიონმა აირჩიოს. და რატო უნდა დაკარგო ის რაიონი? როდესაც ეს ქვეყანა და რაიონები არის დოტაციური, სახელმწიფო მართველი პოლიტიკური ძალა ვერ წავა იმის წინააღმდეგ, რომ იქ თუნდაც ოპოზიციური მერი იყოს და მას ის სიკეთეები, სოციალური სიკეთეები და სხვაები და თუ გინდათ ინფრასტრუქტურის კუთხით რომ შეუზღუდოს, ეს არის გამორიცხული, იმიტომ რომ ბიუჯეტი დოტაციურია, ცენტრალური ბიუჯეტიდან ღებულობს, ასე ვთქვათ, დონაციას, ამიტომ თუ ყავთ ძვირფასო ოპოზიციონერებო, წარმომადგენლები, მაგარი ხალხი გააკეთეთ არჩევნებში, სიათ წარადგინეთ და ეხლა აპატიეთ რა და როგორ არის, იცი, ხალხი არჩევნებში მოგება უნდა თბილის არ გაცილებიან დიღომს. სოფელში არ არიან ნამყოფი და იმ სოფელში რო ცხოვრობს ისეთი ადამიანი, ვინც იმ სოფლის ჭირისუფალია, ხო? იმ სოფლის მოსახლეს ბოდიში სულ არ აინტერესებს ის პოლიტიკური წამსი რა. იმკაც დაუჭერს ხარს რა და ასეთი ხალხი თუ ყავთ და აყენეთ საგრებულოში დეპუტატები გეყოლებათ, მერი მოიყვანეთ, მაგრამ არ ყავთ არავინ, გამიგეთ და არიან მხოლოდ ტელეეკრანიდან იქნებენ უკაცრავად იღერენ მუშტებს და ეხლა ტელეეკრანიდან ეხლა ვიში აშინებ ეხლა ოდიში ხდება მილებში ხდებათ მუშტი და არ ეშინიათ ადამიანებს აგზელებენ ბრძოლას და ჩვენ ასე მოვედით აქამდე ხო დაგვზევდნენ, კლავდნენ, გვირტყამდნენ და არ გავჩერებული ვარ და ახლა ტელევიზორიდან რო ბოდიში და გააფშიკინეს ფეხებს ახლა ვის ეშინია მაგათი კაცო რა ბატონ დავით თქვენ გულისხმობთ იმას რომ რაზეც ნაციონალური მოძრაობა ამბობს რომ მაგალითად ამ არჩევნების აღიარება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში თუ ისინი არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას ეს ვერსია თქვენთვის არ არის სანდო და რეალურად ამის უკან დგას ის რომ მათ მხარდამჭერი არ ყავთ არა რა თქმა უნდა მხარდამჭერები არ ყავთ თორე არა რაშვაშია იცით რა არის აი წინა არჩევნებში ხო 3130 უბანი იყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით რა. 200-მდე საჩივარი არ დაუწერიათ რა. ანუ
საჩივარს არ წერენ. არ წერენ კი არა, ვერ წერენ, ვერაფერს ვერ ნახულობენ და მე 2 დღის მერე რაღაცა ასე ვთქვათ, ხილვები დაემართათ ღამით და რაღაცები მოიფიქრეს, რომ რაღაცა გაჟონა, რაღაცა დაინახეს, რაღაცა ისა ხო და მელანმა და რაღაცები. ამიტომ არჩევნებში როცა მიიღებ მონაწილეობას, კონტინგენტი უნდა ყავდეს. შეხედეთ, არ არის მარტივი საკითხი რა. 3100 უბანი აიღეთ. 3100 უბანზე დამკვირვებელი უნდა ყავდეს, კომისიის წევრი უნდა ყავდეს. საშუალოდ 30000 კაცი მაინც დაგჭირდება. გამიგეთ, იქ მხარდამჭერია, მობილური ჯგუფია, რაღაცეებია და ამდენი ხალხი რო ყავდეთ ამ ოპოზიციურ პარტიებს, ხო? სიამოვნებით მიიღებდნენ იმაში არჩევნებში მონაწილეობას. წარმოგიდგენიათ, ეს პარტიას 30000 კაცი ყავდეს. 30000 ხმა უკვე სერიოზული ის არის, რა ქვია რა. საპარლამენტო არჩევნებში და ადგილობრივ არჩევნებშიც ეს ხმები იმ სოფელში არის სოფელი, სადაც 200-300 ამომრჩეველია და ეხლა იმ 200 კაცში თუ მაბატია და 50 კაცია არ გიჭერს ხარს ეხლა ხო რა 20% თუ არ ყავს ხარდამჭერი და 2 კაცი შეგიძლია შეიყვანოს სადღაც იმას საგრებულოში ხო რა მაშინ რა აზრია ასეთ პოლიტიკურ ბატონო დავით ფაქტია რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი გამომდინარე ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან და რა შეიძლება იყოს აი ამ კრიზისული მდგომარეობიდან გამოსავალი გარდამტეხი და როგორ შეიძლება თქვათ ეს პერიოდი ჩვენმა ქვეყანამ დაძლევს პოლიტიკური კრიზისი არ არის ნამდვილად მე არ დაგეთანხმებით მაგაში მაგრამ პოლიტიკური სიმშვიდე არ არის ნამდვილად რა იმიტომ რომ მაქსიმალურად ცდილობენ ოპოზიციის წარმომადგენლები რომ ქვეყანაში სიტუაცია იყოს რყევადი რა ну რაღაცა სულ აქვთ განცდა იმისა რომ ეს ქვეყანა უნდა მაბატიოდა აი აყირავონ იქეთ-აქეთ რა და ამისი რესურსი არ აქვს და გადადიან მხოლოდ აი დაუკვირდით რა მადლობა უფალს რომ თქვენი ტელევიზია ობიექტური ტელევიზია და მომიწვიეთ და მოვედი სიამოვნებით ხო დაუკვირდით ყოველ საღამოს პარტიული ტელევიზიები ერთდაიგივე კონტინგენტი ერთდაიგივე ადამიანები ერთდაიგივე ასე თქვათ მესიჯები აი გადართავ სხვათა შორის უკვირთ ხოლმე რა რატო უყურებ კი არ უყურებ უბრალოდ მაინტერესებს რას ლაპარაკობენ რა და პულტით ჩამოული ხოლმე და 10 წუთიან ამას ვაკეთებ ხოლმე რა და იქ გადართავ პერსონა სხვა არის და პოლიტიკოსისთვის ძალიან მარტივია რომ გაარჩიოს მესიჯი რა არის იმ დღის რა იქ სხვა არის პერსონა იგივეს ლაპარაკობს ამ ტელევიზიაში სხვა პერსონაჟის იგივეს ლაპარაკობს მესამე ტელევიზიაში აბსოლუტურად განსხვავებულია ვიღაც ახალი სახე ასე ვთქვათ ვიღაცა მამიშვილები ისევ წამოვიდნენ პოლიტიკაში და მოსწონთ ალბათ ოჯახში აქვთ ამისისა მიდრეკილები არიან აქეთკენ და იგივე მესიჯია რა და სანამ ესე იქნება ხო სანამ არ ექნებათ რაღაცა იდეის დონეზე გარღვევას ვერ მოახდენენ ხო ესე იქნებიან მე მგონია სულდა ნუ იყვნენ ახლა მე კი არ ნერვიულობ მაგას კაცო მე ნერვიულობ იმას რომ ამ ქვეყანაში სიმშვიდე შენარჩუნდეს და ის რაც ძალიან ახლოს რა 1000 კილომეტრში არის აქედან ის რაც ხდება უბედურება რა ხო და მადლობა უფალს რომ ჯერ იყო და 2 წლის წინ აქ უკრაინის ხარდასაჭერად რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტს თხოვდნენ ნუ ჯერ არ უთქვიათ ვერ ჩამოყალიბდნენ ვის სასარგებლოდ უნდა ატყდეს აქ ერთი ამბავი მაგრამ ჩვენთვის თავარია რომ ამ ქვეყანაში რომ ჩვენ ის ფუნქცია რომელიც ოდითგანვე გქონდა და რომელიც დღეს კიდევ უფრო მეტად შევიძინეთ თუნდაც აი ხედათ რა მდგომარეობა აი ფრენების საკითხი ნახეთ უბრალოდ რა საქართველოს არის ერთადერთი დერეფანი სადაც მთელი ეს ნაკადები ასე ვთქვათ მაშინ მოუწევდათ სადღაც აფრიკიდან შემოვლა სადღაც წარმოგიდგენიათ რა და კი ბატონო საქართველოს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და ეს ფუნქცია უნდა გაიძლიეროს შევინარჩუნოთ განვავითაროთ ეს ყველაფერი და ახლა აქაც თუ აბადე და რაღაცა უბედურება წამოიწყო და ვის აწყობს ეს თქვენ როგორ გონიათ რომ აქ თვითმფრინავი აღარ შემოგვიყვანს ჯანმრთელ ადამიანს არ უნდა რომ ხო და მაგაშია საქმე და ამიტომ მოდით რა რაღაცნაირად ახლა ჩემი პოლიტიკური ასე თქვათ სტატუსი დღეს არ მაძლევს იმის უფლებას ალბათ მაგრამ როგორც ამ ქვეყნის შვილი და პოლიტიკოსი ვიტყვი რომ
რაღაცა ერთი ორთვიანი მორატორიუმი გამოაცხადონ, რაღაცა დამშვიდნენ ამ ომის, ასე თქვათ, დაწყნარებას დავაკვირდეთ გვერდიდან პარალელურ რეჟიმში დრო ხო არ გაჩერდება, ახლა არა გვაქვს მაგის საშუალება, ხო, დრო გავაჩეროთ, ხო? პარალელურ რეჟიმში ოქტომბერი მოდის, მოემზადონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ოქტომბერში გამოავლინონ თავისი შესაძლებლობები და თუ ვინმე რამეს მაბატედა და დაუმსახურებლად წაართმევს, მე ატეხონ ისა რა ქვია, მაგრამ ნუ ეხლა გავიგეთ, რომ ხვალ რასაც უნდათ იმაში, რა ევროპარლამენტში მაგან იმას მიიღებენ რა. რა რეზოლუციასაც უნდათ იმას მიაღებინებენ, იმიტომ რომ უმრავლესობა აქვთ და რა პრობლემაა ეხლა რა. რო თქვა რომ საქართველოში არ გათენებულა 20 ივნისიო, ხო, ამას უყრიან კეჭს და იტყვიან რომ მართალი არისო და ეხლა დავიჯეროთ ეგა? ვერ დავიჯერეთ. ამ ნაწილშიც ქართულმა ოცნებამ უნდა იმუშაოს ბევრი, რომ ასეთი რეზოლუციების მიღების პროცესში იყოს ჩართული და საპირისპიროდ არგუმენტები ქონდეს და მუშაობით, მაგრამ იცი როგორ არის, აი ამ შემთხვევაში აი ზედ გამოჭრილია ძალა აღმარცხნავსო, ნათქვამი. მათ აქვთ მეტი პოლიტიკური ძალა. პოლიტიკური წონა თქო არ ვიტყვი. იმიტომ რომ მაგათი ვერც ერთი გადაწყვეტილება, ასე ვთქვათ, აღმასრულებელ ორგანომა ევროკავშირის მეთაურების შეკრების დროს ვერც ერთმა ვერ მიიღო ასახვა, ასე ვთქვათ, დოკუმენტის. თუმცა არც ქართულ ოცნებას არ აქვს ნაკლები რესურსი, იმიტომ რომ ხელისუფლებაა და მას ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს და რესურსი აქვს იმისთვის, რომ თუ კი ამის აუცილებლობა უნდა იმუშაოს. მადლობა ბატონ დავით. დრო ამოგვეწურა და ამიტომ ქართული ოცნების ერთ-ერთი დამფუძნებელი და მერვე მოწვევის პარლამენტარი ქართული ოცნებიდან დავით ლორთქიფანიძე გსტუმრობდა. მადლობა კიდევ ერთხელ გადაცემაში სტუმრობისთვის. მე დროებით გემშვიდობებით და ინტერაქტივით ჩამოგერთდებით პირდაპირ ეთერში.